დაპირისპირება თავდაცვის მოქმედ და ყოფილ მინისტრებს შორის. მგონიოში დაკარგულ სამხედროებთან დაკავშირებულ საქმეზე ლევან იზორიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ხიდაშელის მორიგი კრიტიკა მოჰყვა. რა ბრალდებებს უყენებენ მხარეები ერთმანეთს და რა შეფასებები კეთდება იზორია ხიდაშელის დაპირისპირებაზე პოლიტიკურ სპექტრში. რატი ხვისტანი განავრცობს თემას ახლა პირდაპირ ეთერში, რატი დეტალებს ველოდებით შევეცდებით. დაპირისპირება ყოფილ და მოქმედ თავდაცვის მინისტრებს შორის მოჰყვა ლევან იზორიას განცხადებას. მოქმედი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გარკვეული გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ პირები, რომლებიც ახორციელებდნენ სამხედრო მკვინთავთა წვრთნას გონიაში, არ იყვნენ სერტიფიცირებულები, ანუ რომ განუმარტოთ, ლევან იზორია აცხადებს, რომ ამ პირებს ნამდვილად ჰქონდათ გავლილი საზღვაო მკვინთავთა კურსი, თუმცა მათ არ ჰქონდათ იმის სერტიფიკატი, რომ მათ განახორციელებინათ ინსტრუქტაჟი სხვა პირებისთვის. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მართლაც გარკვეული ხარვეზები ამ წვრთნებთან დაკავშირებით არსებობდა და ამის გამო რამდენიმე თვის წინ თინა ხიდაშელმა მისი თქმით რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გაათავისუფლა, თუმცა თინა ხიდაშელის თქმით ლევან იზორიამ ერთ-ერთი მათგანი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ დანიშნა და შესაძლოა სწორედ ამას გამოეწვია ეს ხარვეზი. გამოვავლინეთ კონკრეტული დარღვევები, აღმოჩნდა, რომ არ იყო გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა წარიმართოს წვრთნები, ინსტრუქტორის სერტიფიკატი, ხაზგასმით ვამბობ და არაურიოთ ერთმანეთში მყინთავის სერტიფიკატი და ინსტრუქტორის სერტიფიკატი არ გააჩნდა იმ პიროვნებებს, ვინც ახორციელებდა ამ წვრთნებს. ბატონ იზორიას უპასუხისმგებლობა უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის. ადამიანი, რომელიც სწორედ იმაზე იყო პასუხისმგებელი, რასაც ის ამბობდა, რომ თურმე არ ყოფილა საკმარისი ინსტრუქციები, დოქტრინები ქვია ამას და სტანდარტული საოპერაციო წესები, ეს სიმართლეა, ამის შესახებ სწორედ ამის გამო ამის შესახებ ვისაუბრეთ ჩვენ რამოდენიმე თვის წინ და ამის გამო გავათავისუფლებინე შეერაღებული ძალებიდან რამოდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ერთ-ერთი ის გენერალი, რომელიც ბატონმა იზორიამ დააბრუნა ეხლა და გენშტაბის უფროსის მოადგილედ დანიშნა. ამიტომ არ ვურჩევ იმას, არ საითითის გაშვერას. დღეს კი გონიოში საზღვაო წესით დაკრძალავენ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, დაკრძალვის ცერემონია გაიმართება იმ სამხედრო მოსამსახურეების, რომლებიც გონიოში ზღვაში კვინთვის დროს დაიღუპნენ. ეს ცერემონია იმ ადგილას ჩატარდება, იმ საზღვაო ზოლის იმ ტერიტორიაზე ჩატარდება, სადაც სწორედ ეს უბედური შემთხვევა მოხდა. მადლობა, რატი ხვისტანი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.